მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო. დღეს ჩვენ გვექნება პირველი გაკვეთილი საგანში ხელოვნება მე-7 და მე-8 კლასელებისთვის. თქვენთვისაც უჩვეულოა და ჩემთვისაც უჩვეულოა გაკვეთილი საამ ფორმატში წაყვანა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია დღეს ჩვენი ვითარება და მოდით დავიწყოთ დღევანდელი გაკვეთილი. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა გახლავთ თუ როგორ ამოვიკითხოთ მხატვრის ერთი ნამუშევრიდან მხატვრის დამოკიდებულება ადამიანის, ზოგადად ადამიანის მიმართ. როგორ ხედავს ის თავის თანამედროვე ადამიანს, რა ამოცანებს სახავს ადამიანთან მიმართებით. ჩვენ ამისთვის შევარჩიეთ ორი ნამუშევარი, ერთი რენესანსის პერიოდის, მეორე მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის დასაწყისის და აი ამ ორი ნამუშევრის შედარების მაგალითზე ჩვენ დავინახავთ სხვადასხვა ეპოქაში რა მოიწევს წინ ადამიანთან მიმართებით. პირველი ნამუშევარი გახლავთ, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, გახლავთ მიუნხენის პინაკოთეკაში დაცული 1500 წელს შესრულებული ძურერის მიერ დახატული მისივე ავტოპორტრეტი. ამ სურათს ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. მაგრამ სანამ სურათზე დავიწყებთ საუბარს, ორი სიტყვა ალბათ აუცილებლად ძურერზე, თავად ძურერზე უნდა ვთქვათ, ვინ არის ეს მხატვარი. თქვენ ალბათ იცით წინა კლასებიდან, მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ. ეს გახლავთ რენესანსის, ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი, რომელიც რეალურად იყო მართლაც ლეონარდოს მსგავსი რენესანსული პიროვნება, რომელიც მხატვარიც იყო, გრაფიკოსიც იყო და სხვათა შორის ხეზე კვეთით ქსილოგრაფიას აკეთებდა, ანუ გრაფიკას ხეზე კვეთით აკეთებდა. გარდა ამისა, მას აქვს ნაშრომები, თეორიული ნაშრომები პერსპექტივის შესახებ, ადამიანის პროპორციების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის პირველი მხატვარი, რომელმაც საკუთარი ბიოგრაფია დაგვიტოვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ, სინათლის ტრასირების თეორიის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ და ეს თანამედროვე გრაფიკულ დიზაინში დღესაც გამოიყენება. აი ასეთი მრავალმხრივი ადამიანი იყო ძურერი. ახლა დაუბრუნდეთ ნამუშევარს, თავად ნამუშევარს. თქვენ ხედავთ, ეს არის ძურერის ავტოპორტრეტი. ძურერს შექმნილი აქვს რამდენიმე ავტოპორტრეტი, ოღონდ ჩვენ ეს ავარჩიეთ საგანგებოდ, იმიტომ რომ განსაკუთრებული როლი უჭირავს ამ პორტრეტს ძურერის შემოქმედებაში. თქვენ ხედავთ, რომ აქ წარმოდგენილი არის ადამიანთან ძალიან ახლოს ჩარჩოში თითქმის გაჭედილი ფიგურა, რომელიც პირდაპირ გვიყურებს ჩვენ. ეს არის მამაკაცი, ახალგაზრდა მამაკაცი გაშლილი თმებით, მას აცვია მუქი ყავისფერი ტანსაცმელი, ბეწვიანი ტანსაცმელი და ხელი მკერდთან აქვს მიტანილი. ძალიან საინტერესო დეტალი, ფონი ამ ნამუშევარს აქვს მუქი, ისე თითქოს იძირება ფიგურა სიბნელეში და ფიგურის ორივე მხარეს თვალების გასწვრივ ჩვენ ვხედავთ წარწერებს. მარცხენა მხარეს არის მისი მონოგრამა, ალბრეხტ ძურერის მონოგრამა, მარჯვენა მხარეს კი არის საკმაოდ უცნაური წარწერა. ეს წარწერა გვაუწყებს მე ალბრეხტ ძურერმა დავხატე ეს ნამუშევარი მარადიული ფერებით 28 წლის ასაკში. აი აქ მეცნიერები და მკვლევარები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მეცნიერების ერთი ნაწილი უпростоრად გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ მარადიულ ფერებში ის გულისხმობს ზეთის ფერებს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზეთის საღებავი საკმაოდ გვიან გაჩნდა რენესანსის ეპოქაში. მანამდე ტემპერით ხატავდნენ კედლებზე, ხის დაფებზე, ხომ? და აი ეს საღებავი მიეწერება, ამ საღებავის გამოგონება მიეწერება ჰოლანდიელ ძმებს, იან ვან ეიკებს და მერე ამ საღებავის დამუშავება, მისი სრულყოფა უკვე სხვა მხატვრებმა გააგრძელეს, მათ შორის იტალიელებმაც. ანუ ამ შემთხვევაში მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ზეთის საღებავს გულისხმობს ძურერი, რომელიც ძალიან კარგად ფლობდა ამ ტექნიკას. მაგრამ არის მეცნიერების ნაწილი, მკვლევარების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ იცით რა,
მხოლოდ ფერებზე არ არის აქ საუბარი. აქ ამ მარადიულ ფერებზე საუბარი არის სწორედ მთელ სამყაროში მარადიულ პრობლემებზე, მარადიულ საკითხებზე. შესაძლოა, რა თქმა უნდა, აქ საღებავიც იგულისხმებაო, მაგრამ მთლიანობაში ეს შესაძლოა მარადიული ფერები გულისხმობდეს სამყაროს მარადიულ ფერებს. არც ეს არის, რა თქმა უნდა, გამორიცხული, მოგეხსენებათ, ხელოვნებაში ზუსტი და დადგენილი არაფერია, მით უმეტეს თუ თვითონ მხატვრას ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორ ჩანს ამ აზრის მოტანა ნახველამდე ძურერს ნამდვილად უნდოდა და ჩვენც ვივარაუდოთ, ან ერთი მივიღოთ, ან მეორე, ან ორივე ერთად გავიზიაროთ. რაც შეეხება ახლა თვითონ ნამუშევარს, წარწერებს რო თავი დავანებოთ, როდესაც ჩვენ ამ ნამუშევარს უყურებთ, ჩვენს თვალწინ წარმოგვიდგება კეთილშობილი, ძალიან სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელიც თვალს თვალში გვიყრის, პირდაპირ გვიყურებს თვალებში. ულამაზესი დახვეწილი სახის ნაკვთებით, ძალიან ღრმა მზერით, აბა დააკვირდით მის თვალებს, მის სახეს, დააკვირდით მის შუბლს, აი რაღაცნაირი სპეტაკი შუბლი აქვს, მის გამომეტყველებას, რომელიც ძალიან ღრმა არის და არ შეიძლება არ გაგიჩნდეთ მოწიწების, სიმპათიის გრძნობა მის მიმართ. გარდა ამისა, რომ ჩვენ ვხედავთ, მკაფიოდ ვხედავთ მის სახეს, ასევე მკაფიოდ ვხედავთ მის ხელსაც. ეს ხელი მას მკერთან აქვს მიტანილი, თქვენ ხედავთ, როგორი დახვეწილია ხელის ნახატი, როგორი თან მამაკაცურია ეს ხელი საკმაოდ დიდი და ამავე დროს უდახვეწილესი თითები აქვს და რაღაცნაირად, აი რა სახელი დავარქვათ, რა ეპითეტი მოუძებნოთ, როგორ აქვს მიტანილი ეს ხელი მკერთან. რაღაცნაირი მოწიწება იგრძნობა ამ ჟესტში. ჟესტების ენა საერთოდ ძურერს ძალიან უყვარდა, ისევე როგორც ლეონარდოს. და ლეონარდო ამბობდა მხატვრობა პოეზია და ჟესტი არის სიტყვები ამ პოეზიაშიო. აი როგორც ჩანს, ძურერიც იზიარებდა ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ძურერი ძალიან კარგად იცნობდა იტალიურ ხელოვნებას და თავის თანამედროვე იტალიელ მხატვრებს იმოგზაურა კიდევაც მან იტალიაში. კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ამ პორტრეტს ახასიათებს, ეს გახლავთ ის, რომ ეს ფიგურა გამოსახული არის ფასში. ჩვენ რომ ვნახოთ ძურერის სხვა პორტრეტები და რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე დაინახავთ, ისინი გამოსახულნი არიან 3/4 ბრუნში. აი ასე ფასში პირდაპირ, როდესაც მზერა მნახველისკენ აქვს ადამიანს მოპყრობილი, გამოისახება მაცხოვარი ქრისტე. რა შეესაქმე? რატო გამოსახა საკუთარი თავი ძურერმა აი ასე. სხვათა შორის მკვლევარები ფიქრობენ, რომ თავდაპირველად ის ქრისტეს გამოსახულების ასახვას აპირებდა ამ ნამუშევარზე და შუაგზაში გადაიფიქრა და საკუთარი ავტოპორტრეტი გამოუვიდა, დახატა. არავინ იცის ეს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ სახეში აშკარად ჩანს გარკვეული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. დიახ, მკვლევარები ასეც თვლიან და შესაძლოა ასეც იყოს, რომ ძურერი აიგივებს გარკვეული თვალსაზრისით, თუ ეს ძალიან უხერხულად არ ჟღერს, საკუთარ თავს ქრისტესთან. არ არის გასაკვირი, ძურერი გახდათ ღრმად მორწმუნე ადამიანი და რა გასაკვირია, რომ მას სურვილი ქონოდა მიმსგავსებოდა ქრისტეს. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ღმერთმა ადამიანი ხატათვისაც შექმნა და ალბათ პავლეს სიტყვებიც ეცოდინებოდა ცხადია, რომ არამედ ქრისტე ჩემში. აი ამ სიტყვებს თუ პავლეს სიტყვებს თქვენ ამ ნამუშევართან ერთად გაიაზრებთ, მაშინ ალბათ ძალიან სერიოზული დასკვნები გამოვა. ახლა ვნახოთ, მაშასადამე ძურერი ასე ხედავდა საკუთარ თავს. ის ხედავდა საკუთარ თავს
რომ ადამიანის შინაგანი სამყარო წილნაყარია ღმერთთან, ადამიანი წილნაყარია ღმერთთან. ახლა ვნახოთ როგორ უყურებს ადამიანს მე-20 საუკუნის მხატვარი. ავიღოთ პიკასო და ჩვენ შევარჩიეთ აბსენტის მოყვარული, ასეთი ნამუშევარი, რომელიც ძალიან მოკლედ უნდა აღწეროთ. ეს არის ქალი, რომელიც ზის მაგიდასთან, წინ სასმელი უდგას, ზის შემოუჭდობია ხელები გარშემო, ეს თავისი მკლავები, თითქოს ჩაკეტილია საკუთარ თავში. სახეზე და სხეულზე ფორმები თითქოს აი დატეხილია, კუთხოვანია, სახეზე გამომეტყველება პრაქტიკულად არ არის, სახე ცარიელია, მზერა ცარიელია. აი ამ სიცარიელით ჩვენ პიკასო გვეუბნება, რომ ამ პერიოდის ადამიანი, მე-20 საუკუნის ადამიანი, მართლაც რომ მარტოა, მიუსაფარია, გარკვეული თვალსაზრისით საკუთარ თავშია ჩაკეტილი, საკუთარ პრობლემებშია ჩაკეტილი და იქარვებს დარდს სასმელი. სხვა შორის ეს აბსენტი, ეს სასმელი, იმდენად მძიმე სასმელი ყოფილა, რომ მე აუგრძალავთ კიდეც და საერთოდ გაქრა, ასე ვთქვათ, აღარ გამოიყენებენ. მარტოობა, გაუცხოება, სიცარიელე, სასოწარკვეთა, ეს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. გასაკვირი არ უნდა იყოს ეს, რადგან თუ გავიხსენებთ მე-20 საუკუნეს როგორც ეპოქას, დიახ, ჩვენ აუცილებლად დავინახავთ, რომ ეს არის ურთულესი პერიოდი. ინდუსტრიალიზაცია არღვევს ადამიანთა ცხოვრებას, ათეიზმი მძლავრობს, ომები, ორი ომი გადაიტანა ზუსტად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კაცობრიობამ და ატომური ბომბიც არ დაკლებია. სხვათა შორის ინფექციები, აი ეს ცნობილი ინფლუენცა, ესპანურ გრიპს რომ ეძახიან, სწორედ ამ პერიოდში იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ისე რომ გასაკვირი არ არის, რომ მე-20 საუკუნის მხატვარმა სწორედ აი ეს სიცარიელე, გაუცხოება, მარტოობა წამოსწია წინა პლანზე. ძურერი ხატავს იდეალს, მე-20 საუკუნის მხატვარი კი აფიქსირებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აფიქსირებს ადამიანის შინაგანი სამყაროს კრიზისს. და აი აქ მივადექით ახლა ჩვენს დავალებას, სხვათა შორის. ძალიან საინტერესო იქნება, მე ვფიქრობ, ეს დავალება. ალბათ გაგიჩნდებოდათ შეკითხვა, ხო, აი რენესანსის პერიოდში ადამიანს ასე გამოსახავენ, მე-20 საუკუნეში ამ თვისებებს წამოწევენ. დღევანდელი ადამიანი როგორია? თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რა თვისებებს მიაწერთ დღევანდელ ადამიანს? თქვენ შეგიძლიათ ეს დავალება გააკეთოთ როგორც წერილობით, მაგრამ სასურველია რომ გააკეთოთ ნამუშევარი. აუცილებელი არ არის დახატოთ ადამიანი და შეიძლება ვერც მოახერხოთ და რეალისტურად ვერ დახატოთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ პირობითი ხერხებით. მაგალითად გააკეთოთ კოლაჟი და დადოთ ის საგნები, რომელიც დღევანდელ ადამიანს ახასიათებს. ან ვთქვათ, ადამიანის სულაც არ გამოსახოთ და მხოლოდ საგნებით გააკეთოთ ეს მისი პორტრეტი, დღევანდელი ადამიანის პორტრეტი. აი ძალიან საინტერესო იქნება, საფიქრალიც ბევრი გექნებათ და არა მარტო საკეთებელი მექანიკურად, არამედ წინასწარ უნდა მოიფიქროთ კონცეფცია თქვენი ნამუშევრის და აი ამ კონცეფციის მიხედვით შემდეგ დაწეროთ, გააკეთოთ თქვენი ნამუშევარი. გნებავთ დახატეთ, გნებავთ კოლაჟი, ნებისმიერი ხერხით, გნებავთ აპლიკაცია გააკეთეთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ კონცეფციაც დაწეროთ. აი ერთ-ერთი ჩვენი გაკვეთილი სწორედ კონცეპტუალურ ხელოვნებას შეეხება და აი იქ უკვე ჩვენ ვისწავლით, როგორ უნდა გავაკეთოთ კონცეფცია ტექსტობრივად. და შემდეგ როგორ უნდა შევქმნათ ნამუშევარი. მას ასე ჩემო კარგებო, დამთავრდა ჩვენი გაკვეთილი, პირველი გაკვეთილი. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთი კვირის შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ.